სტეფან ბანდერა ახალი წლის დღეს 1909 წლის 1 იანვარს მაშინდელ ავსტრო-უნგრეთის იმპერიაში გალიციის რეგიონში სტარი უგრინოვში ბერძნული კათოლიკური ეკლესიის უკრაინელი მღვდლის ოჯახში დაიბადა. ბანდერას 7 და-ძმა ყავდა. უმცროსი ძმები ალექსანდრე და ვასილია რომისა და ლვოვის უნივერსიტეტებში სწავლობდნენ. ბანდერა პატრიოტულ და რელიგიურ ოჯახში იზრდებოდა. პირველი მსოფლიო ომის გამო დაწყებით სკოლაში არ დადიოდა და მშობლები სტეფანს სახლში ასწავლიდნენ. ახალგაზრდა ასაკში ბანდერა დაბალი და გამხდარი ყოფილა, თურმე გუნდში მღეროდა და გიტარასა და მანდოლინზე უკრავდა. იმ დროს უკრაინაში წარმოუდგენლად ქაოსური პოლიტიკური სიტუაცია იყო. უკრაინა პირველი მსოფლიო ომის ორი მთავარი მეომარი მოწინააღმდეგის, იმპერიული რუსეთის და ავსტრო-უნგრეთის ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფებოდა. რუსეთში უკრაინელი აქტივისტები მტრის აგენტებად ითვლებოდნენ, ავსტრიელები კი თავის მხრივ გალისიელ უკრაინელებს დევნიდნენ.